მოგესალმებით. ახლა 9 წუთია 2 წუთი უკვე მოვედი გადაკეტილია. სამწუხაროდ რა დროს გადაიკეტა არ ვიცი. მე არ დავსწრები ვარ. რა ვიცი, საკმაოდ ლომად ხალხია. ხო. მე მგონი ჯერ არ არის სხვადასხვა მარშები მოსული და მით უმეტეს მე ასე დღეა არ უნდა გვიკვირდეს რაოდენობა ხალხის. ზოგი ლექციისთვისაა გადასული. აი გაუმეტესობა და განლაგებული ვარ. რუსთაველს. მე როგორც ეს ბოლო დღეები, ასე ვთქვათ, ბოლო 10 დღიდან 3 თუ 4 დღე, იმიტომ რომ ვავადობდი მაგრად. არ გადავდივარ სავალ ნაწილს, მაგრამ ასე თუ ისე ყველაფერს ვცდილობ დავაფიქსირო. აქ უკვე ცოტა არის, მაგრამ მოემატება ბლომად ვიქნებით. ზოგი მიდის, ზოგი მოდის, მაგრამ ბევრნი ვართ. იმ ხარეს მით უმეტეს საიდანაც მოვედი. ხო. რომელიღაცა მარში მოდისო და იმედია მოვა მალე. ხო, მე გავალიქით ხარეს ისე. ბეჭედი ხა შეხედავ, ხო? არა, მართლა მაგის იმედი აქვს. აიცა, იყოს ორივე? რა ფოტოც მინდა გადავიღო? ამისა, რა მე კონკრეტულად საკავართო და ვეძებთ, კაცო, ვეძებთ. ეგრე. ვეძებთ. ანთლიანა ჩვენ ვართ ხალხი, მართალი ხალხი. ბლომად და ბლომად. ვიქით ხარესაა ბევრი ხალხი, ვიდრე აქ, მაგრამ ეს თან არის ყველაფერი ცვლილობების გარეშე. აი პარლამენტის წინ არის ბლომად. ნუ ვინც არ გადმოკვეთა რა. შეიძლება გადმოვიდა გადაკეტისას არ ვიცი. არ ყოფილა არა და მე რჩევ გავიდა არ ვიცი მაგრამ. თუ რაღაცა მეორე დღესაც რომ მოვლენ ასმე ერთი დღეს აი აქ ეს ქალბატონი ყიდის ამ ნახატს. ვისაც მოგწონს შეგვიძლია შეიძინოს. აი უკეთ გამოწევს. აი ეს. ეს შეურიდან. თუ მოხდებით რუსთაველზე შეგვიძლია შეიძინოთ. ნუ თუ მოხდებით ისეთი რამეა. თუ გნებავთ ამის შეძენა, ან ისედაც აქ მოდიხართ და გაქვთ თანხა, არ ვიცი როგორ ჩამოვაყალიბო. დაღლილი ვარ, გათიშული ვარ. თავარია სამხარეს ვარ ისტორიის და. ეგ არის მთავარი. ვისაც უნდა მიაკითხოს იმ ხალხს, ყოველდღე იმ ადგილზეა. ხო. ეს ვიმატებ და ვიმატებ რა ძალიან კარგია. რა ახლა 2 და 3 ადამიანია კონკრეტულად გვემატება დიდი მსვლელობა. Artificial intelligence. Salsa das Modis. Hangi pada baca? Amca başıtı. Rezo kitnadı.
ანტონ ჩენჩი ამას ვეცხოვთ აიქიდან ხალხი მსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებაზე მაუწყებელს. გამარჯვება ხალხშია ძალაუფლებაშია. არქიტექტორები სოლიდარობის ოდის ხალხის ხარისხია. ქართული განათლება საფრთხეშია. თავისუფლება რეჟიმის ყველს. გაგოჭრული ვერტები. Diamantlı. ოღონდ ხუთი თუ ვიღებ როგორ მოდიან ამდენი ხალხია. ასორი. ასორი ძალიან ბევრი. აი ამდენი ხალხია. საშუალოდ ბევრი. საქართველოს აჯანყ. ყველგან პოლიცია არცად სამართლა. არ ვიცი ვინ დააწერა, მაგრამ აღარი ადამიანია. აი ყველანაირი მარშის გარეშე ისე უბრალოდ ხალხი გვემატება. მე ასე დღე არაფერია გამორიცხული. ყველა ნერვებზე ვართ და მშვიდად, წყნარად მოვდივართ და ვდგავართ. იო. ერთმანეთის სიტყვოთი გადაგვაქვს ყველაფერი. ხო, იმიტომ რომ შანსი არა ამდენი ხანი. ერთად იდგე და ვინმეს მაინც არ იცნობდე, იო. ეგ არის ჩვენი ცხოვრება, რომელიც შეიძლება სხვანაირად დასრულიყო. ხო და საკუთარი თავის რეალიზებაში დასულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, აგვდგავართ.
რომ ოდესმე მაინც შეგვეძლოს თავისუფლად ვიცხოვროთ. ოდესმე შეგვეძლოს რომ რეალიზდეთ და ოდესმე შეგვეძლოს ის ვაკეთოთ რაც ჩვენ გვინდა. ხო, და ვიყოთ თავისუფლები და საინტერესო განვითარებული და სამართლიანი ქვეყანა გქონდეს. ხო. ეს ამთავარი საქმეა. ამ ყველა აქციის. ასევე ამ ყველაფერთან ერთად თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ახალი არჩევნები. ნუ ეს კონკრეტიკაა უფრო. მაგრამ აუცილებელი რამ ასევე. ალბათ ერთი ქალი მოვიდა და ეს საუბრია. აქ რო იღებოდა რაღაცა რატო და როგორ და რანაირად და ასე შემდეგ. მეთქი ნუ ვიდეოებს ვიღებ და ვცდილობ სახეები არ გამოვაჩინო ზემოთა კადრი ავიღოთ ხოლმე ყოველთვის და განახებ ვინო არ და ხშირად შევხვედრილობთ ერთმანეთს ყოველთვის კვირა არ დავდიოდი იმიტომ რომ ცოტა ვიყავით რა. დანარჩენი ხშირად შევხვედრილობთ და არა მარტო ეს 100 დღე თქო 10 წელია რაც სტაჟი მოხდა თითქმის შეიძლება ცოტა ნაკლები თქო არ მახსოვს ის ნახე. მეგარი რა. აქედანაც ყველა არ მიდის აქციაზე. ის სახეებიც ჩანს, მაგრამ ნუ დიდი ნაწილი ვარაუდობ მანდა მიდიოდეს ხო. მეგარი. გაიყოფილება ხალხი იყო რა, ახლა აღარ არის და კადრი. ვიან მომიჯენ. მობილო. ახლა დიდებს. ხელახალი არჩევნები საყოველთაო ალბათ გაფიქსირდა. გაუმორჩილებლობა და დაპატიმრებული საქართველოს და ყველა ადამიანი ვინც მიზეზად ციხეშია. ნახავ არიან თუ ყველა. გამოდენილი არ გამიესალმები და წავა. აქ ცოტა ხნის წინ ერთმა მოვატრიალა, თან ისეთნაირად რა. რაღაც სახეზეც შევნიშნე შემთხვევით. არ მოგვიდებოდა. თითქოს ეს არისო რა ქვია. არიცოდა ან არიგონა რომ გადაკეტილი იქნებოდა. რაღაც შინაგანად გამიხარდა და ეს იქამდე იქნება გადაკეტილი სანამ სამართლიანობას მივახცევს. შეიძლება სხვა გზებითაც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არაფერი არის ეს. იქნება რამე სხვა იდეა, სხვა რამეს გავაკეთოთ. საოცრად ძალიან ბევრი ვარ და მაგარი ასწავლეს. ჯერარა ტიპები რო ჩადის ხაშეთ. იწერე წერილი რეჟიმის ტყეს. იაუნის სტუდენტური მოძრაობა. ორი სიტყვა ყველაფერია ნათქვამი. აჩა. ესე რა, წამიერა, უბრალოდ რაღაცა წერია. გამოჩნდა. ხალხია უამრავი. ეს ყველაფერი მანქანით სავალ ნაწილზე გადაუშველა. ერთადერთი ეს რა ქვია მუზეუმთან და აქ რა ქვია ტაძრისა და მუზეუმის ჟირაფა და ზებრაზე გადავედი. ორჯერ მეტი არაფერი. ისაც ზედიზედ არა რომ მე ვიღაცა მითხრას რატო შეაყოლნე ძალიან რამეს გავს მაქსიმალურად ვიცავ ყველაფერს რა. რაც არ უნდა დავიცვათ ესეთ მაგრამ მაინც მიზეზი რო აქვს. ინა იპატი. აქ არის რაღაც საუბარი მაგასაც იმას ვიზავ. იქ უფრო მეტი ხალხია აქ. მეტი კამერაა და იკლებს ხოლმე ხალხი, მაგრამ მაინც ბევრია. რატომ ის ხალხი იქით ხარეს აზრზე არ ვარ, მაგრამ ბლომადაა.
ძალიან შევს, აქედან გადაღება რთულია. იქით კიდე სიმართლე გითხრა ის არის. პირდაპირ აქედან გადასვლა კი, მაგრამ ძალიან შორი წრეუნა დავატყავ. სახსამოსნო კამერები. ელგან ბევრია, სადაც არ უნდა რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვაც და პოლიტიკურიც, ვინაიდან აჩვენებს პროტესტის უწყვეტობას, მაგრამ არ ჩამოთვლი წინა წლების მიტინგებს, მაგრამ ასობრივად ჩვენ ვდგავართ მეტნაკლებად პერმანენტულად გავრილობის ღამიდან, ხომ? და პრინციპში მე-6 წელია, ხომ? ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ 5 წელია ამ დემონსტრაციაზე ვართ, რომელიც უწევს წინააღმდეგობას ივანიშვილის რეჟიმს და გარუსებას საქართველოსას. მაგრამ ოქტომბრიდან მოყოლებული 28 ოქტომბერი არის პირველი უმთავრესი ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზეზი, ჩვენი ბრაზის და რისხვის, როდესაც მოგპარეს არჩევნები და ჩვენც ვიყავით, ხო? დამკვირვებლები და უშუალოდ ნახეთ, როდესაც დაგძახიან, რომ აი სად არის გაყალბების მაგალითები და ასე შემდეგ. უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში წარმოუდგენელ რაღაცებს ვუყურებდით და ეს იყო შეულებრივი ქურდობა. ქურდობა, გაყალბება და შეთქმულება. არა მხოლოდ გაყალბება, არამედ შეთქმულება ქართული საზოგადოების წინაშე. და მეორე ეტაპი ჩვენი პროტესტის, ასე ვთქვათ, мотиваციისა და მოტივის იყო 28 ნოემბერი, როდესაც აი ამ ბანდის წევრმა კობახიძემ და სხვებმა გამოაცხადეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა. ანუ ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ. ამ გამოწვევების, ანუ ჩვენ ერთი მხრივ ეს ამოცანა გვაქვს, რომ ვერეაგირებთ ქურდზე და ბანდიტიზმზე, რომელიც და დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა ივანიშვილმა და მეორე მხრივ არის გლობალური გამოწვევა. გლობალური საქართველოსათვის ისტორიულად არის უნიკალური ვითარება დღეს. მე მგონი ზედმეტია ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ვართ ბუნებრივია ხალხი, რომელიც ბუნებრივად ასევე შევცქერი დასავლეთს, იმიტომ რომ ჩვენ მცირე რიცხოვანიერი ვართ, ძალიან გაბედული, გამბედავი, მაგრამ ყოველთვის ჩვენთვის ზურგი მნიშვნელოვანია და სიგნალი. და აი დღეს მიუხედავად იმისა, რომ თქვა ბევრი ხიფათებია, თან არის უაღრესად საინტერესო დრო და ძალიან ბევრი რამ შეიძლება რომ გამოძერწოს, გამოიყვანოს აქედან საქართველოს რომ ყავდეს მართლა რაციონალური საქართველოზე ორიენტირებული ხელისუფლება. ჩვენ ამ ყველა ამ არჩევნებით 2020 წლიდან იყო ეს გაყალბება და 2020 წლიდან ქართული საზოგადოება ყველა გამოკითხვით და კვლევით იღებდა მოდელად კოალიციურ მთავრობას, როგორიც არ უნდა იყოს სიმპათია, ანტიპათია კონკრეტული პარტიების მიმართ, ყოველ შემთხვევაში ის მამონას მსახური, რომელიც მხოლოდ საკუთარი პერსპექტივით უყურებს ყველაფერს და თავისი კაპიტალის პერსპექტივით და არავითარ შემთხვევაში საქართველოს პერსპექტივით, ზედმეტი ამის გამეორება, ვინც აქ დავდივართ, რომ ის მხოლოდ ვაჭრობს საქართველოს ბედით და ახლა რომ ყავდეს ჩვენ ხელისუფლება ისეთი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა საქართველოსზე, ბუნებრივია ბევრად მეტ შედეგს მივიღებდით უკვე როგორც ქვეყანა. იმიტომ რომ ჩვენ გვესმის მიუხედავად იმისა, თუ თქვათ როგორი ხასიათი შეიძლება გქონდეს, თქვათ ახლა ამერიკის პრეზიდენტს და ამაზე შეიძლება თქვათ რაღაც გარკვეული მოსაზრებები და შთაბეჭდილებები არსებობდეს, ამერიკა არ არის ივანიშვილის მოკავშირე. ამერიკა იყო და რჩება მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ის აღარ არის, და არის სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი ახლა, ბოლო თვეების ცვლილება ესეც არის, ხომ? ის არის საქართველოს მოკავშირე ნებისმიერ შემთხვევაში. ევროპა, როდესაც ჩვენ გვესმის ევროპის ლიდერების განცხადებები, რომ ევროპა მეტ დაცულობას ცდილობს ახლა საკუთარი სივრცის და ამავდროულად ჩვენ გვესმის ევროპელი ლიდერების ღია განცხადებები, რომ ევროპა ერთი მხრივ უნდა იყოს დაცული და მეორე მხრივ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთის მიმართულებით, ეს არის ჩვენთვის რასაკვირველია, ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ისტორიული შანსი. ესეთი ხშირად აქაც გვისაუბრია, მე მგონი ადარებენ ხოლმე თქვათ 100 წლის წინანდელ ამბებს, იმიტომ რომ კერი იგივეა, ვინც 100 წლის წინ ყავდა, ხო? რუსეთის სახით აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო, ხო? მოგეხსენებათ, ანუ საქართველო არ იყო აღიარებული, საქართველო არ იყო, ასე ვთქვათ, სუბიექტი ის 1921 წლის 25 თებერვალს მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი აკაკი ჩხენკელი მიდის ელის სასახლეში, რომ საპატიო სიგელები გადასცეს საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც იმ დღეს ფაქტობრივად აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და იმ დღესვე შემოდის თბილისში მე-11 არმია და არა მხოლოდ. ეს აბსოლუტურად სხვა კონტექსტია, დღევანდელი კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებულია და მაშინდელი კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. გამოწვევები ასეთია, რომ ჩვენ ისევ არ დავკარგოთ მომენტი. როგორ შეიძლება რომ არ დავკარგოთ ეს მომენტი? აი სწორედ იმით რითიც საუბარი დავიწყეთ, ალბათ ახალსაც ვერაფერს ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი არა მხოლოდ პროტესტი, არამედ არჩევანი გამტკიცდეს ყოველდღიურად. რუსთაველზე იქნება რუსთაველზე. ჩვენი არჩევანი გულისხმობს ახალ არჩევნებს, ეს არა მხოლოდ მორალური გადაწყვეტილება და მოთხოვნაა ჩვენი, არამედ პრაგმატული, პრაქტიკული, იმიტომ რომ არ ადეკვატური ხალხის პირობებში საქართველოს საჭიროება წავიდეს და რა ეშველოს, ეხლა არ მინდა ირონიზირება, მაგრამ დღეს უკვე თქვენც ნახეთ, ეხლა თემურლენგის წინაშე მოიყარა უკვე კობახიძემ მუხლი ფოლადის და რა ვიცი, იმის შაჰაბასის მართლა ქელეხშეც იყო რამდენიმე თვის წინ და რა ვიცი, მურვანყრუდ არ ჩარო, რაღაცა სპეციალური გვირგვინით არშია. ნუ აბსოლუტურად არაადეკვატურობაა სინამდვილეში. თუ კი ეს არის, ეხლა არ მინდა მე არა ვარ პოლიტოლოგი, მაგრამ თუ კი ვიღაცა ფიქრობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა კომპლიმენტარულია ბალანსის პოლიტიკა, ეს არ არის ბალანსის პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებით ბალანსი შესაძლებელი შეიძლება იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს კაცი არის თლიანად თავის ვიმეორებ კაპიტალზე და რუსულ ასე ვთქვათ ხაზზე და ამაზეა ორიენტირებული. თვითონ რუსეთის
უსაფრთხოებისა და ეკონომიკის პრობლემები კიდევ ცალკე საკითხია და ამიტომაც არის ძალიან სახიფათო სომხეთმაც რომელიც ბევრად კავკასიის რეგიონზე რო ვთქვა არ მინდა სიტყვა გამიგზელდეს სომხეთმაც ამ ურთულეს სიტუაციაში ის ახერხებს რომ გარკვეულწილად მოახერხოს ევროპასთან და ევროკავშირთან ინტეგრაცია აზერბაიჯანი გასვებული სპეციფიკის ქვეყანა მაგრამ აზერბაიჯანი თავის ტერიტორიულ თვითონობას ისე როგორც მას ესმის ხადი აქ შევალ ამ დისკუსიაში მაგრამ ეს ორი კავკასიური ქვეყანა თავის მოდელს ნახულობს მეტაკლე ერთადერთი ჩვენ ვართ ივანიშვილის გამო ჰაერში გამოკიდებულები პრაგმატული რაციონალური ამიტომ მოთხოვნაა ჩვენთვის ახალი არჩევნები და ასევე მორალური უმთავრესად იმიტომ რომ ჩვენი სინდისის პატიმრები იმიტომაც არიან ახლა ციხეში, იმიტომაც არიან ტყვეობაში, რომ სწორედაც იბრძვიან იმის გამო, რომ საქართველოს უბრალოდ გადარჩეს. მართლა ვუყურებთ გუშინაც ვიც უყურეთ ალბათ ანდრო ჭიჭინაძე ლექციებს უკითხავს ბრალმდებლებს და აი ამ რაღაცა მარიონეტ მოსამართლეს უკვე ლიტერატურაზე ზვია ცეცხლაძეს როდესაც უსმენთ. სამართლებრივ მართლა რაღაცა წარმოუდგენელ არახოლოდ სინდისის პატიმრებად ისტორიულად უნიკალურ რეალობას ვესწრებით ამამდროულად. ამიტომ უმთავრესი ჩვენი ასე ვთქვათ ეს არის მინიმუმი თან ამის თქმა მინდა. აი აქ მოსვლა არის მინიმუმი სინამდვილეში ყოველდღიურად. ეს არ არის ისეთი რამ რაც შეიძლება რომ იყოს რთული მიუხედავად იმის რომ ყოველდღიურად ივანიშვილი მიდის კლასიკური დიქტატორისაკენ ეს ავტორიტარიზმი უკვე იძენს კლასიკური დიქტატორის ნიშნებს ჯარიმებით რეპრესიით წამების ფაქტებით თელი ნოემბრის ბოლო დეკემბერი ჩვენ ამის მოწმეები ვიყავით და ასე შემდეგ ანუ დაშინებით როდესაც ჩვენ ვუყურებთ ევროპულ დემონსტრაციებს დღესაც მაგალითი მოვიყვანე სადაც 1000-ში 100,000 ადამიანი გადის ისინი ლაღად იმიტომ გადიან მიტინგზე რომ ზუსტად იციან რომ გარდა დაასახიჩრებს მათ სპეცრაზმი არ გაიტაცებს და მათ ჯარიმებით არ მოგუდამენ და ასე შემდეგ ჩვენ საშინელ წნეხს ვუძლებთ ფაქტობრივად ვუძლებთ მაგრამ ჩვენ უნდა გვესწროდეს და ეს არ არის პათეტიკა მიუხედავად რომ ძალიან გასაგებია შიში და სიფრთხილის გამოჩენა ინსტინქტია ჩვენი რაც უფრო მეტნი ვიქნებით მით უფრო ნაკლებად მოახერხებს რეჟიმი ჩვენს დაჯაბულებას და დაშინებას რაც უფრო მეტ რაც უფრო ცოტალივად ეს არის მოგეცადეთ გამარჯვება ავტორიტარიზმის ლოგიკა რაც უფრო მოქალაქე პასიური ის უფრო აქტიური ხდება და უფრო აგრესიული ლოგიკა ავტორიტარიზმის არის განძილებისკენ და არა პროგრესისკენ და არა გათხოვისკენ ამიტომ ჩვენი არჩევანი ასეთია არის ხვალიდელი დღე არის თქვა გაზაფხული უფრო ხშირად ჩვენთვის არის ესეთი იმპულსის მატარებელი мотиваციის როცა თარიღს აქვს სიმბოლური დანიშნულება ხვალ არის ქალთა ღერვა მარტი 9 მარტი ძალიან მნიშვნელოვანია ხო მე ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ ეროვნული მოძრაობა გარკვეულწილად გარკვეული ασპექტით 1956 წლის 9-ს დაიწყო ხო როდესაც აქ სტუდენტები იყვნენ აი ორი ქუჩის იქით შეკრებილები და კავშირგაბმულობის მასში სახურავიდან დასხრილეს ხრუშჩოვის ბრძანებით სადღაც არ ვიცი ათეულობით სტუდენტი მოკლეს მასში ანუ ძალიან ძიმე მაგრამ ძალიან ესეთი საქართველოს როგორც ყოველთვის მაშინაც როგორც ჩანს ეს ბედი გვაქვს წინააღმდეგობის მოძრაობის ფლაგმანი იყო ხო ამიტომ გაზაფხული ბევრი ასეთი თარიღით არის დატვირთული და არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ რომ ჩვენ უნდა შევუბრუნდეთ შით ძალიან გაგიხსენეთ და სამწუხაროდ ხო, აი რაღა დავამატო, აღარ ვიცი. ხო, გამოწვევას არ შეეხება ამ შემთხვევაში დათოს დავესესხები და ჩემთვის გამოწვევის ასე ვთქვათ ყველა ფირი გამჟღავნდა. ძალიან კვეთრი სურათი დავინახე ყველა იმ შავ ხორელში, რომელშიც ესე თავიდან ბოლომდე ვარ ჩაფლულები და ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს წეს არა თავიდან ბოლომდე გასაკეთებელი ნულიდან. თავარი არის რომ ვირწმუნოთ საკუთარი თავის ალბათ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად ის, როცა დავდივარ და ნულიდან ვიწყებ რაღაცას, ის დავასრულო. და მე იმედი მაქვს, რომ ეს გაზაფხული იქნება ყველაზე დიდი საწყისი, ყველაზე დიდი გამარჯვების და საქართველოს ყველაზე კარგი, წარმატებული, ნათელი მომავლის დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ ამ გზაზე უნდა დავდგეთ და უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, ის რაც აქამდე გავიარეთ, არა, უნდა ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე, უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. სიტყვას დაუბრუნოთ თავისი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ვგრძნობ რომ ჩემ ქვეყანაში სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ძალა. და ჩვენი ენა გვაქვს დასაბრუნებელი თავისი მთელი სიძლიერით. და სიტყვებს რომელსაც ხარჯავთ, ტყილა ახარ უნდა დაუფანტოთ ესე ყველა. მას უნდა კონდეს ძარღვი და მას უნდა მოქონდეს ის სიმართლე და ის შინაარსი, რომელთაც არის დატვირთული. ამიტომ აი ეს ძალა უნდა მოვიკრიბოთ, ყველა შეცდომა უნდა გავაანალიზოთ და ვიპოვოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ბოლომდე მივიყვანოთ ყველა საქმე და ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი ყველა შეცდომაზე. მე ამას მოვითხოვ, როგორც მოქალაქე. აქამდე ყველა დროში, ყველა პოლიტიკოს, ყველა კრიმინალს, ყველა დამნაშავეს რაღაცნაირად სდებოდა პასუხისმგებლობა. მე არც ერთ მომავალში მოსულ ხელისუფალს აღარ ვაპატიებ შეცდომას. მოვითხოვ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე სამართლებრივს. და უნდა პირველ რიგში მიხედოთ სამართალს და სამართალი არ უნდა იყოს ცაგების სიტყვა. სამართალს უნდა ქონდეს ისეთი ძალა, რომელსაც ეხება თითოეული ჩვენთაგანი. ასე რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შავი ხვრელი, ეს არის სამართალი ამ ქვეყანაში, რომელიც უნდა დავიწყოთ. კითხვა არის რა არის გამოწვევა. ესე იგი, ეხლა სხვათა შორის რაც ეს ამბავი დაიწყო, გავრცელდა ბატონ ივანიშვილის გამოსვლები 2011 წლის და 2012 წელს. როდესაც ის ახასიათებს რა შეიძლება მოვიდეს ავტორიტარულ რეჟიმს. ზედმიწევნით ერგება დღევანდელ მდგომარეობას. შესაბამისად, მე არ მგონია რომ თვითონ მათ ამ ხელისუფლებაში, ამ რეჟიმში არ ესმოდეთ რა ნაბიჯებს დგამან და რა გამოწვევების წინასწარ აყენებენ საკუთარ თავს.
ამიტომ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მათი დასასრულის თამაში, ეგრეთ წოდებული ენდგეიმია. ისინი დგავენ ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც არავითარი მომავალი არ გააჩნია. მე ერთ მაგალითს გეტყვით და ამით შემოვიფარგლებდი. რაც აქ დავდივართ, უმეტესობა არის ახალგაზრდა. ბატონ ივანიშვილს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგია იმისთვის, რომ მომავალში გადაეგდო საკუთარი ძალაუფლების, ასე ვთქვათ, კამანდი და დარჩენილიყო ამ მდგომარეობაში. ის წინამდებობაში მოვიდა ახალ თაობასთან. ის წინამდებობაში ახალ თაობასთან თქვენ თუ ნახავთ თვითონ რეჟიმში და თვითონ აი ამ ქართულ ოცნებას ახალგაზრდობა მის მხარეს არ არის. შესაბამისად მე გამოვრიცხავ, რომ ამ რეჟიმმა შეძლო შენარჩუნება საკუთარი თავის. ერთადერთი გამოწვევა რომელიც არის, რომ მოხდეს ეს რაც შეიძლება მოკლე დროში და მოხდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ამას ერთადერთი რაც დაამარცხებს იქნება საზოგადოების შეუპოვრობა. სხვა ბერკეტი ამ შემთხვევაში ჩვენ არ აგვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აი ძალიან სწორედ აღნიშნეს, რომ ზოგადად ძალაუფლება უფრო აქტიურდება, როდესაც მოქალაქე პასიურდება. ჩვენ ვაჩვენეთ ისეთი აქტიურობა, რომ ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა მოგვბეზრდეს, არ უნდა დაგძვლიოს იმედგაცრუებამ, სასოწარკვეთილებამ, უნდა დავანებოთ სოფლიო პოლიტიკას და იმიტომ რომ სოფლიო პოლიტიკაში ჩვენ სასარგებლოდ მდგომარეობა ასეთი კარგი არასდროს არ ყოფილა. ნატო არასდროს არ ყოფილა შავ ზღვაზე, უკრაინა არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო. სომხეთი არასდროს არ ყოფილა ასეთი პროგრესული. რუსეთის რეჟიმი გადის ყველა ადგილებიდან, ყველგან მარცხდება და რატო გაიმარჯვებს საქართველოს? გამორიცხულია ეს. ეს უბრალოდ არის შეუძლებელი. ეს არის ჩვენი საქმე, რომ ჩვენ ისე გავძლიერდეთ, რომ რუსეთი არსებობს თუ არ არსებობს, გამოწვევა არსებობს თუ არ არსებობს. საქართველოში იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანეს 91 წელს. ჩვენ გვაქვს ამ დამოუკიდებლობაში ორი, ასე ვთქვათ, სისუსტე, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა ცხინვალში და აფხაზეთში და ჩვენ ახლა თავარი გამოწვევა გვაქვს თავისუფლება. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი პიროვნული თავისუფლება. როდესაც ამბობენ, აი 5000 ლარი დამაჯარიმეს და შენს დაგაჯარიმეს, მეს დამაჯარიმეს და სიხარული არ არის. არავით არის სიხარული. როგორ შეიძლება რომ ეს აპატიო ხელისუფლებას რომ ესე უსამართლოდ შეგეხოს? ეს არის რამდენადაც სერიოზულად ჩვენ ამას მოვეკიდებით, იმდენად მალე შევდგებით როგორც სამოქალაქო საზოგადოება. რას ნიშნავს მე აქ დგომის და აზრის გამოხატვის გამო დამაკისრო 5000 ლარი, რომელიც საარსებო მინიმუმს რამდენჯერმე აღემატება ადამიანს. ანუ თავისუფლება არის ის, როდესაც ჩვენ არავის არ აძლევ უფლებას შელახოს შენი ღირსება. აი ეს არის ეს 4 თვე აქ დგომის და ეს 2 წელიწადი და მეტი რაც უნდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თავარი გამოწვევა არის ჩვენში და არა რეჟიმში, იმიტომ რომ სოფლიო მდგომარეობა ჩვენი სასიკეთოა, რეჟიმის მდგომარეობა არის ჩვენი სასიკეთო, ეხლა არის გასაკეთებელი ჩვენისა. მადლობა, მეც ვიტყვი. ნუ გამოწვევა ამ პროცესში, მოდი ესე ამ კუთხით შევხედავ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა უდანაკარგოდ არ მიდის და რეჟიმის ის ტყვეები, ვინც ახლა ციხეში ზიან, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა და სოლიდარობა ყველა რეჟიმის ტყვეს, ყველა ადამიანს, ვინც ოთხკედელი შუა არის და თორემ რომ მათი მდგომარეობა შესაძლებელიც არ არის იმ სიმძიმეებთან, რასაც შეიძლება ადამიანები გარეთ გადიოდნენ, მაგრამ აი გუშინაც როცა ყველა პროცესს უყურებდა ეს ადამიანები როგორ გამოდიან რა სიტყვით მიმართავენ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ ძალკე დამატებით ენერგია და мотиваცია ახომეთ ჩემთვის რომ ამ ბრძოლაში კიდევ უფრო დიდხანს უნდა ვიყოთ. გამოწვევა ასევე მე ვფიქრობ აი ამ კუთხით რომ შევხედოთ რეჟიმის მოქნილობა რა კუთხით, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმების აგეთი საჯარო ლექცია თქვა და ავტორიტარული რეჟიმების ანატომიაზე იყო, ანუ როგორ მოქმედებს, ხო, ანუ იმის მიხედვით რა წინააღმდეგობასაც ხდება, ცდილობს ის შეცვალოს ტაქტიკა, მოერგოს, ამიტომ აი მაგალითად გამოიყენეს ძალადობა, ვერ შეძლეს ცვლილებების მოხდენა, გამოიყენეს და დაიჭირეს ადამიანები პროტესტი გრძელდება. დაიწყეს ორმაგი სამაგი ჯარიმები პროტესტი გრძელდება. ეხლა კიდევ არის, ანუ ეს ახალი ცვლილებები იმის ინდიკატორია, რომ მანამდე გადადგმული რეპრესიული ნაბიჯები შედეგს აიღებს. მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგი გვაქვს, რა თქმა უნდა და ძალიან ძიმია ნაცემი ადამიანების, ნაწამი ადამიანების და ეს ადამიანები ვინც ციხეში ზიან და იქიდან ადენებენ თვალყურს. ეს რა თქმა უნდა გამოწვევა, მაგრამ ამავდროულად ის რეჟიმიც ცდილობს, სწავლობს ისიც, ესე არ არის, სწავლობს ისიც როგორ ადაპტირდეს და ამიტომაც ჩვენც უნდა ვიყოთ უფრო მეტად მოქმედი ამაში. და ამიტომ ზუსტად ამის გაცნობიერება ყო მნიშვნელოვანი, რომ რა არის სასწორზე და თუ არ ხომ მოროდინი უარესიზე ბევრად უარესი შეიძლება იყოს, თუ ადამიანები ბრძოლას გააჩერებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი არ გაჩერდება, იმიტომ რომ ისეთი რამ გავიარეთ, აი ახალი რა უნდა მოიფიქრონ, აი ამ კონტექსტში თუნდაც რთული წარმოსადგენელი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღები, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, ადაპტაციაც უნდა ვახდენდეთ და ისეთი თუ ცვლიან ტაქტიკებს, რაღაცნაირად შეიძლება ჩვენც ვფიქროთ ტაქტიკების ცვლილებაზე, იმიტომ რომ ესეთია რეჟიმი, რაღაცა წარსულ გამოცდილებასაც აანალიზებს, რაღაცა მიმუშავა, რაღაცა არ იმუშავა, კანონმდებლობას ამკაცებს, ასე შემდეგ, მაგრამ დაუმორჩილებლობა არის ერთადერთი რაც რეჟიმს ამსხვრევს. აი ეს არის უარ გაჩერდება ხალხის მდინარე. ეს გულიდან გამომდინარე, აი გარი. უამრავი ხალხი. Hallo. გაიხურებს. აი, აუ, რამდენია, თან კიდე რაღაც ლექციაცაა, მაგრამ მე ვერ გადავიღებ, მიჯდება სასტიკად. რატო იკრიფება ვერ გავიგე.
რაღაც ნაწილი კი გავიდა, მაგრამ უკან რა ხდება არ ვიცი, უკან ყოველთვის რთულია ხოლმე რამის კეთება, დაჭერა კიდე მარტივი. გავიგე რომ ვინც უკან წავიდაო იმათ გულისთვისო რა, მაგრამ რეალურად უკან წასვლა არის პრობლემა რა, დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ვინც უკან მიდის, ანუ უკან თითქოს დისკომფორტის გულისთვისო რა შეუქმნათო, რადგან დაცვა დგასო. მაგრამ ანუ დაჭერა უფრო მარტივია რა და ნებისმიერი ძალადობა და ყველაფერი უკან რადგან გასაქცევი გაქვს მარტო ერთ მხარეს იქით და მეორე კიდე სადღაც გალერეისა და რაღაც საბავშვო რაღაცების გასასვლელი წვრილი. ანუ აქ ღმერთმა არქნას რომ რამე გაიქცევი რა ნებისმიერი მიმართულებით და იქ კიდე მით უმეტეს ბევრი დაცვა დგასო და დისკომფორტი შეუქმნათო და დისკომფორტი კი არა რომ რამე ან ყველა უნდა დავდგეთ იქ, მაგრამ ამდენი ხალხის გაქცევა მე რთულია, მაგრამ გააჩნია იქ რამდენი ხალხი დგას რა. ოხ, უკან არადროს არ უნდა გავიდეს რა ხალხი, თან თავისინები. მით უმეტეს იქამდე სანამ ვინმე ეყოლება ამ ხალხს. თუ ეყოლება საერთოდ არც არის საჭირო. ხო. ხო, ეგ არის რა. უკან არ უნდა გადიოდნენ, უკან უფრო საშიშია. მაგრამ კამერები აქაც არის, იქაც, მაგრამ ვერთმა არქნას თუ რაღაცა დაჭერა უფრო მარტივია. და ჩვენ დაზიანება ფიზიკურად უფრო მარტივია. რა ბევრი ვარ და რა კარგია რომ ამდენ ხალხს ხედავ. საზღვროდ ბევრი ვარ. არ ვიცი, შეიძლება 100,000-იც ვიყოს არაა გამორიცხული. აი გეხმარებიან, ჩაიწყავი და კიდე შეიძლება რაღაც ვილევითაც. ვიანებივად ჭადრაკს თამაშობ, წიგნებს კითხულობ. თავისუფლება რეჟიმის წყვილს. რომელსაც და ერთი დიდი ამერიკელი პრეზიდენტის სიტყვებია, ტრუმენის სიტყვებია. რუს თუ მაგრა შემოკარი ცხვირში პირდაპირ არ დაგელაპარაკება. არ დაგელაპარაკება პირდაპირ. უნდა მოუგოთ სიმართლით, სიყვარულით, კაცობით და თუ საჭიროა ძალითაც კიდე. მადლობა. ერთობით უნდა გამოიყენო. ხო, მოკლედ ვიტყვი, ესე იგი ესე იგი, მე თავიდანვე ესეთი წარმოდგენა მქონდა ამ სიტუაციაზე, რომ ჩვენ არ უტევთ, ისინი გვიტევენ. ჩვენ არ უშავებთ, ისინი გვიშავებენ. შესაბამისად, აი ნახეთ. მაშხალები არ გამოიყენოთ, არ ვიყენებთ. იქ არ შეღობოთო, არ შეღობეთ. დავდეკით, არ დადგეთო, ილაპარაკეთ, აღარ ილაპარაკოთ. ანუ მოდის და მოდის თვითონ რეჟიმი. ჩვენ წინააღმდეგ. ესე იგი, ჩვენ ერთადერთი რაც გვევალება ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამოვწუროთ მათი შესაძლებლობები. აი აქ ითქვა კიდევაც, რომ ამათ მე ვიცნობ ბევრ მათგანს, მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ჯერ პატარა ქვეყანა და თვითონაც უკვე ზოგ სუცხოეთში აქვს ნასწავლი, ზოგ სხვა. ისინი ამ ბოროტებამდე თვითონ ვერ მივლენ. გატყდებიან თვითონ. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ მშვიდობიანად ბოლომდე დაუღალავად და შეუპოვრად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავისუფლება. ისინი თვითონ აი ნახეთ ყოველდღიურად უფრო და უფრო რეპრესიულ კანონებს იღებენ. რეჟიმი რეპრესიულია, იმიტომ რომ ის იკრიბება მხოლოდ იმისთვის, რომ შემოიღოს შეზღუდვა. რეპრესია აი დღეს ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ არ გინდოდათო ეს ასეთი კანონიო არასამთავრობო ორგანიზაცია. აი ეხა შემოვიღებთ კიდევ უფრო. აი არ გინდოდათ, აი ეხა ნახეთ. აი ამ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება. სხვათა შორის გურიაშიც რომ სტიკი აიყოს, ისეთი განცდა იყო, რომ მათ საზოგადოების მსახურების და მისი გულის მოგების არავითარი ამბიცია აღარ გააჩნიათ. ისინი არიან თავდაცვით მდგომარეობაში და გვიტევენ იმისთვის, რომ დაიცვან თავი. ესე იგი, ჩვენი ამოცანაა, რომ მორალურად შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თვითონ გატყდებიან. საკუთარი თავი გატეხავს, საკუთარი უსამართლობა და არასწორობა გატეხავს მათ. აი ეს არის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის თავარი ამოცანა. დაი, მალე. რა ძალიან ბევრი ნერვები გაგჭირდა, მეც შეიძლება ძალიან ორიგინალური ნერვი იყო, მაგრამ ბევრი ნერვები ხარჯება. ერთადერთი რა თქმა უნდა, თავარი რომ გაგჭირდეს ეს წინააღმდეგობა, მაგრამ უნდა ნახოთ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები ამ პროცესში და რა არის თუნდაც ეს უხი მხარეები.
ყველაზე ჩვენ ძლიერი მხარე ამ პროცესში არის სოლიდარობა და ერთადღონება. იმიტომ რომ ჩვენ ბევრ პროცესში, როდესაც რაღაც განმარტოებას ვაწდებით, ხო იგივე, მაგალითად სამართლებრივი დახმარება. არიან ჩვენი კოლეგები, ვინც უფასოდ ემსახურება. არის ეს ფონდი, რომელიც ამ ჯარიმებში ეხმარება. აი, ძალიან კლასიკური მაგალითი იყო რატო აფხაზა ვარ მასწავლებლად ლარნახევი შეუგროვეს თანხა და გადავხადს. ანუ ჩვენი ინსტრუმენტი არის ერთადღონება და სოლიდარობა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი იგივე ეხლა რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეგორი ის დროს როგორ მობილიზდა საზოგადოება, მათ შორის აქ გაწავლის ადამიანები და რამხელა ხალხაჭრა და თანადგომა იყო. ამიტომ ჩვენი ამ ბრძოლის პროცესში თანადგომა და სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას თუ გავიაზრებთ და ეს ერთად შეკრული ძალიან ასე ვთქვათ მე ვფიქრობ ამ პროცესის შეჩერება და ჩვენი დამარცხება ძალიან ძნელი იქნება. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ კოორდინაცია არსებობს, მაგრამ კოორდინაციის გაუმჯობესება რაღაც შემთხვევებში არის ხოლმე რაღაცა აქტივობები რომელსაც თუ გეკნოთ ჰორიზონტალურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ხოლმე რაღაცა ცვილი წერტილები სადაც ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს და უფრო მეტი კოორდინაცია და შეიძლება ესეთი ტიპის კარიერებიც იყოს, ესეთი ტიპის ღონისძიებებიც პროცესში ძალიან კარგი იყოს სხვადასხვა ჯგუფების შორის და პოლიტიკურ აქტივობებში კოორდინაცია რომ უფრო მეტი ეფექტი ქონდეს ხოლმე რაღაცა ტიპის ნაბიჯებს, აი მაგალითად ეხა არის მოსაზრება 31 მარტს რაღაცა მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმოს, რაღაცა სიტყვა პროცესი არის ჰორიზონტალური და კულმინაციური ელემენტებით ამას ჭირდება, ანუ ესეთი რაღაცა გაშლილი გაერთიანებით. ამიტომ და მე იმასაც ვფიქრობ, რომ ჩვენ არ აქვს ყველა რამ ამოწურული, ყველა მექანიზმი ჯერ კიდევ, აი ეს კრეატიული იქნება სხვადასხვა საინტერესო პროტესტი ფორმა შეიძლება იცვალოს, მაგრამ არ უნდა გაჩერდეს. შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, შეიძლება იყოს პერფორმანსი, აქცია, აი 1000 კრეატიული არის, სულიდან ხომ რამე ახლის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ აი აღდგომაც მნიშვნელოვანი რაღაცა ცენტრის არსებობა და ასევე გასვლა რეგიონებში, მაგალითად ჩვენ ვგეგმავთ რეგიონებში გასვლას. იგივე ძალიან უცხოელი პროტესტები იქაც მიდის, გვინდა აქლიან გავაძლიეროთ, ჩვენც მეტი ენერგია შევძინოთ, აქაც ვაკეთოთ, ამიტომ და ეს პროცესი, აი ხა ჩვენ ზოგადად დაგეგმვაში ვართ, რომ რა გავაკეთოთ გომოვაში შემდეგ კვირას და ამიტომ არავინ არ აპირებს გაჩერებას, მაგრამ კოორდინაცია რაღაცა მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა აქტორ შორის რაღაცა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. და კიდევ ერთ საკითხი პოლიტიკური პარტიების თემასაც შევეხებ, იმიტომ რომ აი ზუსტად ის კითხვა რაზეც ეხა ითქვა, აი მაგალითად საზოგადოებას რო უჩნდება განსხვავება, ხა თუ ეს არა, მაშინ ვიზე ვაკეთებ არჩევას, ხო? ამ ალტერნატივის შეთავაზებას უნდა ახერხებდნენ, ეხა ამ პროცესს ქონდა თავისი დადებითი ის რომ პოლიტიკური აქტორები უკანა მხარეს იყო, მაგრამ რაღაც მომენტში ეს პოლიტიკური პროცესიც უნდა გადავიდეს, იმიტომ რომ ნუ ელემენტარული ალტერნატივას უყურებს ადამიანი, ხო? და ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია პროპაგანდის, რა იცი რა არის, აი თქვენ თუ არ ახართ, აი აბა ვინ და ასე შემდეგ. ამიტომ ხა მე სხვის მაგრივად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვისურვებდი რომ მეტი ენერგია შემოეტანა, მეტი სიახლეები და ჩვენც ახლა ჩვენი მხრივ, აი ახაც იყო ხოლმე ჩვენც ვცდილობთ რაღაც დისკუსიებში ხელი შევუწყოთ რაღაცა სხვადასხვა ქვედარგულის და ახალგაზრდა პოლიტიკოსებს რომ რაღაცა პროცესში მეტად მოხდეს ჩართვა. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რაც აგვირელია, რომ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ესეთი პროპაგანდის პირობებში ძლიერი ოპოზიცია ვერ არსებობს რა. ესეც კარგად უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ ესე ადვილი არ არის ასეთ გარემოში ადაპტირება. როდესაც ძალიან დიდი წნეხი არის სხვადასხვა პროპაგანდისტული ინსტრუმენტებიდან და ძალიან ბევრად აი არათანაბარი რესურსებია, პირდაპირ მათი და ჩვენი. მაგრამ ამ პროცესში რაც ჩვენ გვაქვს ეს ძლიერი მხარე რაც არის სოლიდარობა, ერთადღომა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ვინც ამ პროცესში წამოიწია წინ და ძალიან ცდილობენ ამას ორგანიზებას გავაგრძელოთ, კონდეს მეტი კოორდინაცია და დავეგმოთ სხვადასხვა ტიპის განსხვავებული თუ იმავე შინაარსის აქტივობები. არ უნდა გავჩერდეთ, ეს არის მთავარი, მე ამაში ვარ დარწმუნებული, ესე იქნება. არის ხოლმე მოსაზრება აქ უნდა ვიდგეთ თუ არა ისევ თუ ცდილა მე მაქვს ხოლმე განსხვავება. მე არ მაქვს ესეთი დამოკიდებულება, რამე ცვლილება არ შეიძლება, მაგრამ რაღაცებსაც აქვს სიმბოლური. შეიძლება მოხდეს ცვლილება, შეიძლება არ მოხდეს ცვლილება, მაგრამ პროტესტი გაგრძელდეს უწყვეტად, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა კომპონენტებით შემოვიტანოთ ამ პროცესში. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ მე ვხედავ ამ ენერგიას, მიუხედავად იმისა, რომ აქ ხშირად ბევრ ადამიანს დავინახავთ თუ არა. ხანახან მეც ვერ მოვდივარ, ხანახან დასვენება გინდა, ხანახან საქმე გაქვს, ხანახან ასე შემდეგ და რაღაცა ჩანაცვლება ხდება. ამიტომ ეს არ არის არანაირად არა ტრაგედია, უბრალოდ ჩვენ ისეთ პროცესში ვართ, რომ თან უნდა ვიმუშაოთ, ანუ დავამენეჯმენტოთ ჩვენი ცხოვრება, ხო, ანუ საქმესაც აკეთებ, ახაც გახარ, ოჯახსაც უნდა მიხედო, რაღაცას უნდა გააკეთო სახში და ასე შემდეგ. აი ამაზე უნდა ვიყოთ გადაწყობილი და მთელი ეს რაც აქამდე გავაკეთე, მთელი ზამთარი ვარ გავართ, ხო? რაღაც გრაფიკივით შემუშავებული, ეს უნდა გავაგრძელოთ და კიდევ ერთ ძალამატი რაც მანამდე უნდა ვიყოთ მოქნილი და ადაპტირებადი რეჟიმი, რომ იპირისპირებს შენს მანევრირების საშუალებები. და რაც შეიძლება ამას რომ მანევრირებ, მე უვიწროვებ ამ მოქმედების არეალს და ხშირად მე ბრუტალური გამოვლინებებიც რომ არის იმის შედეგი რომ უბრალოდ აღარ იციან სხვა რაკნა და რაღაცა ესე ძალადობრივ აქტებს ახორციელებენ, რაც რა თქმა უნდა ცუდია, ძალიან აზიანებს ადამიანებს, მაგრამ ამავდროულად იმის სისუსტის გამოვლინებაც ეს არის ასე რომ ყარად იყვნენ და რაღაცა მექანიზმები მუშაობდნენ, ესეთ ცვლილებებს, ესეთ ფორსირებულად თუ სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს არ გააკეთებდნენ. ამიტომ უნდა ვიდგეთ ყიცებს და უნდა მიყვეთ იმ გზას, რა გზასაც მიყვებით, თუმცა სიახლეებით შეიძლება ამ პროცესში. მეგობრებო, რამოდენიმე კითხვას ავიღებთ, მადლობა. თუ გაქვთ კითხვები, ერთ-ორ საკითხვას ან აზრის გამოთქმა? არა. კარგით, მაშინ თუ კითხვები არ არის? იცით რა, ისამ ესე იგი ჩვენ ახლა რა დღეში ვართ? ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ესე იგი არის 5 ასე ვთქვათ სუბიექტი, რომელიც საფაგარეთ გააქვს ჩვენი პარლამენტი რაღაც ამდენი მთელი ქვეყნის რა, ასე ვთქვათ. ეს არის პრეზიდენტი და 4 პარტია.
და ამას წინათ იყო რამოდენიმე ახლა არ დავასახლებ კონკრეტულად. თქვენს რომ აი არ ვიცი ახლა იქ საგუმეცო ბაკაშვილი რაღაცას ინტერვიუში ამბობდა, მაგრამ ნუ ეს ჩვენ ეგ უნდა იყოს ერთმანეთში მაინც რომ შეთანხმდნენ. სულ 5 სუბიექტია რა. და ჩვენ კიდევ ვდგავართ ქუჩაში და ისთვის ვდგავართ, რომ ყველა ცალ-ცალკე ილაღოს ვაშინგტონია თუ ლონდონი თუ სადღაც და თავის кейფზე რაღაცები ილაპარაკოს. საჭიროა რომ ერთმანეთში მაინც შეთანხმდნენ რა, 5 სუბიექტმა უნდა შეთანხმდნენ. ხო ეს იყო ჩვენ ხალხის გამომხატვრელი რაღაცა, რა ვიცი. ყველა მივესალმებით თუ ეხა კოორდინაციაზე და აი იმაზე ხო არის კიდევ კითხვები მეგობრებო? ერთი რამ აბსოლუტურად მეგონი ყველა ვიზიანებთ ხალბატონის რეპლიკას და პოზიციას, იმიტომ რომ ახლა ერთობა არის შავი და თეთრი ნამდვილად ასე ჩანს. არის ივანიშვილის რეჟიმი და არის ოპოზიცია, რომელსაც ჩვენ მივეცით უმრავლესობამ ხმა 28 ოქტომბერს. და ასეთია. და ბოლოდროინდელი სულ უკანასკნელი კვლევები, რომელიც უაღრესად სადო კვლევებია და ბევრმა სწორედაც სუბიექტმა დაადასტურა ეს იყო მეგონი ისაუბრა კიდეც აგიაგო კაჭკაჭეშვილმა ბოლო კვლევებითაც თქვენ იცით რომ ამ ოპოზიციას 51% არის ასე ვთქვათ მხარდამჭერი მისი და სადღაც 32-34 მერყეობს ქართული ოცნების, ოღონდ ყველა იმ კომპონენტის ცხადია გამოყენებით, რომელიც სწორედ დატოს თქმის არ იყოს, სწორედ იმ რესურსის მობილიზების ხარჯია. ეს რესურსია ცხადია ფინანსური რესურსი, იმიტომ რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს 7 მილიარდი და ეს სისტემა, თან პროპაგანდა, რომელიც წარმოუდგენლად დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ ადამიანების ფსიქოლოგიას და მენტალიტეტს, იმიტომ რომ პრინციპში რაღაცა მენტალური ექსპანსია ადამიანებზე, არამედ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს და რასაკვირველია დაშინების სისტემა. აი კატომ როდესაც ბრძანა არის ძალიან მნიშვნელოვანი მართლაც რეგიონებში ისიარული ხო? თუმცა ესეთი საკუთარ სპეციფიკური საკითხი, იმიტომ რომ ადამიანები უაღრეს კიდე ეს პროტესტი ხო, ჩვენთვის ყველასთვის ხადია ურბანული პროტესტია ხო? ეს არის თბილისის პროტესტი, პრინციპში, რომელსაც ბუნებრივია სულ ბათუმი უპირველეს ყოვლის არჩევით ხო, მაგრამ მაინც თბილისი როგორც ისეთი ცენტრი პოლიტიკური რეაქციის საქართველოში ტრადიციულად ქმნის სურათს, პროტესტის სურათს, მაგრამ რეგიონებში ხალხი არის უაღრესად დაშანტაჟებული, დაშინებული. აი რასაც ქვია რეპრესიას ხო ჩვენ ვნახეთ, არჩევნებზეც ეს ვნახეთ ჩვენ. ამისთავად პროცესი არის მხოლოდ ასე ვთქვათ, ერთი მხრივ არის სახელმწიფოს გადარჩენის პროცესი და მეორე მხრივ ზოგადად დემოკრატიის გადარჩენის პროცესში ვართ ახლა, იმიტომ რომ რაც ჩვენ ვნახეთ არჩევნებზე, ხო? ეს არის ის რა, მათ შეიძლება აქციოს არც მეტი ასნაკლები დემოკრატია, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ იდიოტიზმად. ანუ როდესაც არჩევნებში მონაწილეობა არის ფორმალური, ცერემონიალური, როგორც კუნძებზე და იმაზე ავტოფარეხებში აძლევდნენ პუტინს ხმას. როდესაც ეს არის რაღაცა საბჭოთა არჩევნების მსგავსი, სადაც არ ვიცი, ჩერნენკო იქნებოდა თუ ცოცხალგუდარი ბრეჟნევი, თავისივე თავს ხმას აძლევდა მე-10,000-ზე და ეს არაფერს არ ნიშნავდა, თეატრი, სპექტაკლი, ცუდი და უნიჭო ცირკი. ანუ რასაც ისევ და ისევ 25 საუკუნის წინანდელი ამბავია, მაგრამ ყოველთვის აქტუალური, როდესაც იგივე პლატონი წერდა, რომ დემოკრატია შეიძლება ოლიგარქიის პირობებში იქცეს ოხლოკრატიად. ანუ დემოკრატია ხალხის მმართველობა იქცეს ბრბოს მმართველობას, იმიტომ რომ ისინი ანუ ბრბო ოხლოსი манипуლირებულები არიან ოლიგარქების მიერ. ეს ხო ბერძნული ტერმინებია, ყველა განსაკუთრებით სამართლის ისტორიაში იცის და არა მხოლოდ ფილოლოგებმა და ასე შემდეგ. ეს იგივე ანუ ოლიგარქია, მცირეთა მმართველობა, რომელიც ირაციონალურ და ასევე პრაქტიკულ პირობებს უქმნის ადამიანებს, რომ მათ გააკეთონ არჩევნები, არჩევანი არა თავისი გადაწყვეტილების მიხედვით და თავისი თავისუფლებისა და დაცულობის მდგომარეობით, არამედ შიშის და ფობიების, შიშების მიხედვით. ამიტომ ეხლა არის გადარჩე დემოკრატია როგორ უნდა გადავა. ეს მარტო ქართული პრობლემა არ არის, უცბად რომ ვთქვა. სიამდეში ძალიან ფართო რთულ ეპოქაში შევდივართ ამხრივ. მაგრამ ის რამაც შეიძლება რომ დემოკრატია გადაგვიჩინოს, ამის მაგალითით უნდა შეგვიძლია გვაჩვენოს ამ ხუთმა სუბიექტმა. აი როგორ შეუძლიათ მათ ერთმანეთთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმის რომ ისინი ერთმანეთს შეიძლება ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ. მით უმეტეს რომ ჩვენ ამის ტრადიცია გქონდა. 1918-21 წლებში ერთადერთი მაგალითი საქართველოს ისტორიაში იყო, როდესაც ჩვენ გქონდა კოალიციური მთავრობა. ნოე ჟორდანიას მთავრობა, რომელიც 1000-ად არის გალანძღული და გამოლანძღული, იმიტომ რომ ეს საბჭოთა პროპაგანდა იყო, არადგან ეროვნული მთავრობა იყო, მათ იბრძოლეს. ნოე ჟორდანიას მთავრობაში იყო ოპოზიციური, ასე ვთქვათ, კანდიდატები. ნოე რამიშვილი არ იყო, ასე ვთქვათ, მისი ფთის ნაწილი, ან მელქისედეკ კედია, რომელმაც, რა ვიცი, 70 ბოლშევიკი ერთად დაიჭირა და ამბობენ ბერიაც კი დაჭერილი ყავდაო საგანგებო რაზმის ხელმძღვანელი, ჩვენი უსაფრთხო ჩვენი სალომე ზურაბიშვილის ბაბუა. ხომ, იყო ოპოზიციის პოტი და როგორ ამბობენ ამ ტერმინს აღარ მახსოვს მაშინ. ამიტომ ეს დემოკრატიის მოდელის ჩვენება რომ ოპოზიცია მას დაგვანახოს, ალბათ არის ძალიან კარგი. და იმედია რომ ამასაც ჩვენ აი რომ ბრძანეთ თქვენ ხომ რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ანუ გარკვეული ზეწოლა უნდა მოვახდინოთ ჩვენს ოპოზიციაზე. იმიტომ რომ ეს დისციპლინარული პროცესია. დემოკრატია ეს არის დისციპლინა, რომელსაც საჭიროებს ასევე ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების და ასე შემდეგ. ყველაფერი კარგად იქნება და არ გავჩერდეთ. ამით დაასრულეთ, რაც მე ვერ გადავიღე. კიდე ერთი ორი კაი ფრაზა იყო, მაგრამ აღარ შეგვიძლია. ისევ ჭადრაკს თამაშობენ. ისევ ბევრი ხალხია, ნუ ის კონკრეტული ადგილი არა, მაგრამ საერთოდ მთავარია. სალამ. მესამე გადავკვეთე.
მუზეუმიდან ამის რა ქვია მაგას. ხაშუეთის ტაძრისკენ ზებრა. აი ძალიან ბევრი ვართ ახლაც. 11 საათია და ესეთ ამ დროს ვიშლებით ხოლმე 12-ისკენ. 12-ის ნახევარი არა, მაგრამ ერთი 20 წუთამდე იქნება უკვე. იქ კიდე რაღაც ტარდება არ ვიცი. გუშინის გადავიღე. ხო. დროები შეიძლება წავედინე. ხვალამდე თუ შევძლებ მოსვლას, იმიტომ რომ მე მგონი სიცხე მომცან რაღაც ისე ვერ ვარ, როგორც უნდა ვიყო. ხო. არა მოგზავნებოდი. კარგი დღე, ამ ყველაფერს ავაჩქარებ. იმიტომ რომ საათზე მეტია და მაგალითად ვიდეოს ისე ვერ გავაკეთებ თუ არა ვაჩქარ. 20-24 ჯუჯების სტუდია რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავ არ ვიბძ შენ ბუდავ მე ვდგავ არ ვიბძ შენ მესვი მე ვდგავ არ ვიბძ ვდგავ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში